კარგს მიიღებს, ცუდს მიიღებს მისი ქვეყანა, მისი ქვეყნის შიგნით, ხო? ეს არავის საქმე არა, ელჩმა უნდა იმსახუროს და დაიცვას მისი ქვეყნის ინტერესები და ჩვენთან დიპლომატიურ სამსახურში აბსოლუტური უმრავლესობა შევარდანძის დროიდანაა მოყვანილი, საბოზეთი, ჩათლახეთი, საგარყვნილეთი, აბა მიდით ერთი რომელიმე ქვეყნის საელჩოში და ადამიანად თუ ჩაქთulis ვინმე იქ რომ მიხვალ, აქ არა საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეზე ვალდებულია ელჩმა და დიპლომატმა იზრუნოს. ადამიანად თუ ჩაქთulien იქ რომ ყურმიც აიღებენ ტელეფონზე საერთოდ. ესეთი დიპლომატები მოუტანენ ქვეყანას რამეს? ამიტომ მე არა მაქვს არაფრის იმედი. ზელენსკიმ სააკაშვილი თუ დაამთავრა მადლობელი იყოს. არა მგონია. იმიტომ რომ იქ ისეთი ამბები არის ატეხილი, იმდენი სისხლია დაღვრილი, რომ ზელენსკი შეიძლება ბოდიში და ყვერებით ჩამოგიდონ იქ გრუშევსკიზე. და სლავა უკრაინე აძახებია. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა, ჩემი პროგნოზი არის ის, რომ ფაქტია ეს ორი დიდი ქვეყანა ერთმანეთში მოლაპარაკებას ახდენს და გაყოფას ახდენს. გაყოფას ახდენს როგორც გავლენის ზონების, ასე სახელმწიფო საზღვრების ცვლილების. ძალიან როგორ გითხრათ, იცით? ძალიან ისეთ პერიოდში ცხოვრობთ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება და ყველაზე მეტი მტკივნეული რა ჩვენთვის არის ქართველებისთვის, ესა საზღვრების ცვლილების ეპოქა არის. ბოლო 90-91 წლიდან მოყოლებული ეს ტურბულენტობის პერიოდი რაც იყო, უამრავი საზღვარი შეიცვალა, მაგალითად იუგოსლავია როგორც სახელმწიფო საერთოდ გაქრა და მე უკვე შიგდარჩენილი ქვეყნების კიდე დარღვევა მოხდა და კოსოვოს მიმართ საზღვრები შეიცვალა, იგივე საქართველოსთან მიმართებაში საზღვრები შეიცვალა. თუმცა რაღაც მეორე მოვლენაც არის, რომ პირიქით შეიძლება საზღვრებიც აღდგეს იგივე ყარაბაღის მოვლენებს რო შეხედო, მაგრამ უკრაინის მოვლენებს რო ხედავ, იქაც საზღვრების ცვლილება არსებობს. თავის დროზე არსებობდა ესეთი ჰელსინკის ხელშეკრულება, რომელიც საზღვრების ურყეობის გარანტიას წარმოადგენდა. ამ ხელშეკრულებამ დიდი ხანია დაკარგა ძალა. მიუხედავად ფორმალობა დარჩა ეს ყველაფერი. ახლა ამ ძალით საზღვრების ცვლილებების პერიოდში ჩვენი ამბავი საით იქნება, ცოტა მიჭირს წარმოდგენა. ეს თაობა, როგორ გითხრათ, სოფომ წერს, რომ ეს თაობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ძალიან სერიოზული პრობლემა არის, იმიტომ რომ ისინი უკვე დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოა, მაგრამ თავად ამ თაობის ბრალი არის ძალიან ცოტა. მინიმალური დანაშაული არის, რომ ისინი არიან ამ დღეში. ეს არის უფროსი თაობის დამსახურება. როგორც მისცეს საშუალება უფროსმა თაობამ, რომ მომავალი თაობა ასეთი გაზრდილიყო, ისეთი გაიზარდა. ამაზე პასუხისმგებლობას ურავინ მოიხსნის. დიახ, ივეცით ჩვენ იმის საშუალება, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი თაობა გამოიზარდათ უცხოეთიდან. და ეს გრძელდება. რო არ მიგვეცა ეგ ყველაფერი, ხო? ეგ ცალკე თემა არის. მაშინ სხვანაირ თაობას მივიყიდით. ხო და მოდი ახლა იმ ახალგაზრდებს იმის მაგივრად, რომ ლანძღოთა ვაგინოთ და უთხრათ, რომ აი და რა დღეში ხართ, ასე პირიქით ბოდიში არის მოსახდელი ამ ახალგაზრდებისთვის, რომ ვერ დავიცავით ამ ბედური მოვლენებიდან, რომ ასე არ ქონოდათ მათ ტვინი არეული. რომ ინტერნაციონალისტები და გლობალისტები და ლიბერასტები და შიგ უკნიდან განათლებულები არ გამოსულიყვნენ. ბოდიში არის მოსახდელი. მე გოგნებით სუფთა ისეთი განმოსახედიდან, როგორც ერთი რიგითი პატრიოტი ქართველი. ამ თაობას